ალბათ ეს სურათი უკვე გინახავთ. დაუჯერებელი ბრბო, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ასვლას ელოდება. Stau am Mount Everest. შეხედეთ ამას 300 მთამსვლელი რიგში დგას, რომ მწვერვალზე ავიდეს. ინდოელი მთამსვლელების რიგი მწვერვალზე. ეს გასაოცარი ფოტო ამ პროექტის მიერ არის გადაღებული. მაგრამ იცოდით, რომ ამ ფოტოს ავტორი ლეგენდარული მთამსვლელია, რომელიც მნიშვნელოვანი დაპირისპირების საგანი გამხდარა. თუ Netflix-ის ანგარიში გაქვთ, შეიძლება მისი სახე გინახავთ, ან მისი ამბავი მოგისმენიათ დოკუმენტურ ფილმში 14 მწვერვალი, არაფერია შეუძლებელი. მაგრამ ბოლო წლებში ამ მთამსვლელის მიმართ ბრალდებები და კითხვები გაჩნდა. არის ის გმირი, რომელიც ისტორიაში უნდა ვადიდოთ, თუ პიროვნებაა, რომელიც თუ გარემოებებში არასწორად არის გაგებული. მსოფლიო რეკორდებიდან ევერესტზე განვითარებულ დრამამდე და სერიოზულ ბრალდებებამდე, უყურეთ ბოლომდე და თავად გადაწყვიტეთ, რას ფიქრობთ ლეგენდარულ და საკამათო მთამსვლელთა მეფეზე, ნიმს დაიპურჯაზე. როგორც ყოველთვის, მაყურებლის სიფრთხილე რეკომენდებულია. მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს ორიგინალური ვერსია პირველად გამოვაკვირნე, ნიმსის ადვოკატი დამიკავშირდა და მთხოვა ვიდეო ამომეღო. როგორც ხედავთ ელფოსტიდან, მან სადავოდ გახადა საინფორმაციო წყაროები და ეჭუქვეშ დააყენა ჩვენი ჟურნალისტური კეთილსინდისიერება. ამიტომ დაუბრუნდი საწყის ეტაპზე, რათა მეტი კვლევა ჩამეტარებინა, მიმეხილა საინფორმაციო წყაროები და გადამემოწმებინა ფაქტები. რასაც ახლა ნახავთ, ეს ამბის მეორე გამოცემაა. 2019 წლის 29 ოქტომბერი იყო, როცა ნირმალ ნიმს პურჯა შიშაპანგმას მწვერვალზე იდგა და ასრულებდა მიღწევას, რომელიც მთამსვლელობის ისტორიაში შევა. მხოლოდ 6 თვეში და 6 დღეში ნიმსმა მსოფლიოს ყველა 14 უმაღლესი მთა დალაშქრა, თითოეული მათგანი 26,000 ფუტზე მაღალია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ის, რაც არავის გაუკეთებია და ბევრისთვის შეუძლებლად მიიჩნეოდა. მაგრამ ნიმსი სხვებს არ გავს. მან ახლახან თავიდან განსაზღვრა, რა არის შესაძლებელი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებზე და აჩვენა, რომ ერთადერთი ნამდვილი ზღვარი ისაა, რომელსაც თავად ისახავ. სანამ მის მოგზაურობის უფრო რთულ მხარეებს განვიხილავთ, მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა მიიყვანა იგი შიშაპანგმას მწვერვალზე და რამ გახადა ცნობილი იმ რეკორდების დამსხვრევით, რომელთაც დაზეც უმეტეს ალპინისტს კი უოცნებია. 2019 წლის მაისში ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწის სამ უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, ლჰოცეზე და მაკალუზე 48 საათზე ნაკლებ დროში აიარა. რომ წარმოგიდგინოთ, რამდენად წარმოუდგენელია ეს, გეტყვით, რომ უმეტეს ადამიანს ასვლებს შორის დასასვენებლად დღეები ან თვეებიც კი სჭირდება. მაგრამ ნიმსი? მან ეს 2 დღეში გააკეთა, თუმცა საქმე მხოლოდ მწვერვალების დაპყრობაში არ იყო. მისი მოგზაურობის დროს ნიმსმა ევერესტის მთაზე ვირუსული ფოტო გადაიღო. სურათზე გადატვირთული მწვერვალი იყო ასახული, სადაც მთამსვლელები რიგში იდგნენ. ამ სურათმა მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია საუბარი ევერესტზე, კომერციული მთამსვლელობის საფრთხეებზე. მაშინაც კი, როდესაც რეკორდს ამყარებდა ექსპედიციებში, ნიმსი მთელ მთამსვლელთა საზოგადოებაზე ახდენდა გავლენას. იფიქრებდით, რომ ასეთი მთამსვლელობის გამოცდილებით ნიმსი ბავშვობიდანვე მთებზე ადიოდა. მაგრამ შეცდებოდით, ნიმსი 1983 წელს ნეპალში დაიბადა და საკმაოდ მოკრძალებული დასაწყისი ჰქონდა. მისი ოჯახი მდიდარი არ იყო და როგორც ბევრი ნეპალელი, მიწასთან დაკავშირებული წარსული ჰქონდა. მისი მამა გურქანს ჯარისკაცი იყო და სამხედრო გზა მისთვის ბუნებრივად ჩანდა. 18 წლის ასაკში ის გურქას ბრიგადას შეუერთდა, მამამისის კვალს გაჰყვა. მაგრამ დიდხანს არ დასჭირდა, რომ მისი გამორჩეული უნარები შეემჩნიათ და 2009 წელს ნიმსი გახდა პირველი გურქა, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ძალების სპეციალურ ნავების სამსახურს SBS შეუერთდა. თუ არ იცით, SBS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ელიტური სპეციალური დანაყოფია, რომელიც ცივ ამინდში და მაღალი რისკის ოპერაციებში სპეციალიზდება. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა ნიმს ის მენტალური სიმტკიცე და განძლეობა, რაც შემდეგ მის მთამსვლელურ კარიერას განსაზღვრავდა და თანამედროვე ლეგენდად აქცევდა. წლები გავიდოდა, სანამ ნიმსი შოკის მომგვრელი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. თითქმის 10 წლეულის განმავლობაში ნიმსი მსახურობდა SBS-ში და ასრულებდა მისიებს, რომელთა შესახებაც საუბრის უფლება არ ჰქონდა. ეს მხოლოდ გვაფიქრებინებს, რომ ისინი სახიფათო იყო. მან მიანიშნა იმ რისკებზე, რომლებიც შეხვდა, მათ შორის რომ მას ესროლეს და ბრძოლაში დაიჯრა. მაგრამ 2018 წელს, როდესაც მას ჰქონდა შესაძლებლობა გაწევრიანებულიყო სპეციალურ საჰაერო სამსახურში, ნიმსმა მოულოდნელი არჩევანი გააკეთა. მან დატოვა სამხედრო სამსახური. უმეტესობა არ დატოვებდა ცხოვრების შეცვლას მონთან პენსიას და სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზე კარიერას. მაგრამ ნიმსმა მთების ხმა გაიგონა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მთამსვლელობა მისთვის ახალი იყო, როგორც სრულ განაკვეთზე კარიერა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ასვლა 2012 წელს იყო, როცა მან ლაბუჩეისტის მწვერვალს მიაღწია,
რომელიც შედარებით პატარა ჰიმალაის მწვერვალია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მან განაგრძო რთული მთების დაპყრობა და 2014 წელს, სულ რაღაც 15 დღეში დაულაგირის 8000 მეტრი ამ მწვერვალზე ავიდა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ წარმატებებს. 2016 წელს მან პირველად დალაშქრა ევერესტი და ნიმსმა უფრო დიდი ოცნებები დაიწყო. აქ შემოდის Elite Expert. ნიმსმა 2017 წელს დაარსა თავისი სამთამსვლელო კომპანია Elite Expert, რათა სხვებთან გაეზიარებინა მთებისადმი თავისი ვნება და თავისი უნიკალური მიდგომა მთამსვლელობაში მიეტანა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების გადალახვა სურდა. Elite Expert მხოლოდ გიდირებული ასლები არ არის. ეს არის იმის სწავლება მთამსვლელებისთვის, თუ როგორ გადალახონ ის, რაც შეუძლებლად მიაჩნიათ. ნიმსის გუნდში შედიოდნენ ელიტარული შერპების საუკეთესო წარმომადგენლები, მათ შორის მინგმა დავით შერპა და მინგმა თენზინგ შერპა. მათთან ერთად თქვენ უბრალოდ არ ადიხართ მთებზე, არამედ სწავლობთ, როგორ დაიმორჩილოთ ისინი. ნიმსი მხოლოდ სხვებს არ უძღვებოდა, ის თავად იყო წინა ხაზზე. მისმა პირადმა გამოცდილებამ და შეუდარებელმა მიღწევებმა ის მაღალი სიმაღლის მთამსვლელობის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ფიგურად აქცია. ყოველი ექსპედიცია დეტალურად იყო დაგეგმილი და დილი და შესრულებული, სადაც უსაფრთხოება, სიზუსტე და გამოწვევა იყო მთავარი. იქნებოდა ეს ევერესტზე ასვლა, კეიორიზე შეჭიდება, თუ ნაკლებად ცნობილ მწვერვალებზე ლაშქრობების ხანძვანელობა, ნიმსმა შექმნა Elite Expert, რათა შემოეთავაზებინა თავგადასავალი, რომელიც არაფერს გავდა. ნიმსის მიღწევები მხოლოდ რეკორდებითა და ასლებით არ შემოიფარგლებოდა. 2021 წლის იანვარში ნიმსმა და კიდევ 9 ნეპალელმა მთამსვლელმა ისტორია შექმნეს, როდესაც პირველად ისტორიაში ზამთარში დაიფრეს კეიორი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მთა დედამიწაზე. დიახ, სწორად გაიგეთ, კეიორი ზამთარში. ეს სრულიად სხვა სირთულეა, ტემპერატურა სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე ეცემა და ქარები მთიდან გადაგდებს. მაგრამ გუნდმა ეს შეძლო. ნიმსი დამატებითი ჟანგბადის გარეშე გახდა პირველი ადამიანი, ვინც ზამთარში კეიორის დამატებითი ჰაერის გარეშე ავიდა მწვერვალზე. ეს მიღწევა უმეტეს ალპინისტს წარმოუდგენლად მიაჩნია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნიმსისთვის ერთი რამ უცვლელია, მისი რწმენა, რომ არაფერია შეუძლებელი. ეს მისთვის უბრალოდ სლოგანი არ არის, ეს ცხოვრების წესია. მაგრამ ნიმსის მსგავსად წარმატებული ადამიანისთვისაც კი წლების განმავლობაში გაჩნდა საკამათო საკითხები და გამოწვევები, რაც მის ისტორიას სხვა თვალსაზრისით წენს. ერთი ასეთი შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა და ტრაგიკულ აფეთქებას, ადამიანების დაღუპვასა და ნეპალის კაპანში მცხოვრებთან დავას უკავშირდებოდა. აი რა მოხდა. 2022 წლის 21 სექტემბერს კაპანში ერთ სახოს დიდი ხანძარი მოედო, სადაც ნიმსის კომპანიას Elite Experts პირველ სართულზე ოფისი ჰქონდა დაქირავებული. ხანძარი ოფისში შენახული გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევითი აფეთქება დამანგრეველი იყო. სამმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, სხვები დაშავდნენ, ხოლო სახლის მაცხოვრებელი ტანკა გისინგი და მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩნენ. გისინგის თქმით, ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, რამდენიმე საათში განადგურდა. ის და მისი ოჯახი აფეთქების შემდეგ იძულებულნი გახდნენ კარავში ეცხოვრათ. აქედან ყველაფერი გართულდა. გისინგმა განაცხადა, რომ აფეთქება Elite Expert-ის დაუდევრობის გამო მოხდა და ელოდა, რომ ნიმსი და მისი კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოახდენდნენ. მხოლოდ ქონებრივი ზარალი შეფასდა 50 მილიონ ნეპალურ რუპიად, რაც დაახლოებით $375,000. ნიმსი მზად იყო მოლაპარაკებისთვის და გავრცელებული ინფორმაციით გისინგს 10 მილიონი ნეპალური რუპიის კომპენსაციას სთავაზობდა 4 გადახდის სახით. თუმცა გისინგი ამტკიცებს, რომ ნიმსმა შემდეგ ეს შეთავაზება გააუქმა და ოჯახი რთულ მდგომარეობაში დატოვა. თუმცა საქმე მხოლოდ ფულში არ იყო. გისინგის თქმით, ნიმსი მას დიდ ბრიტანეთიდანაც კი ემუქრებოდა და უბედავდა თუ სურდა სასამართლოში ეჩიულა. გისინგმა ასევე განაცხადა, რომ Elite Expert-მა მის საკუთრებაზე გაზის ბალონები მისი ცოდნის გარეშე შეინახა, რაც მისი თქმით არ ღვევდა უსაფრთხოების პროტოკოლებსა და ნეპალის კანონმდებლობას. ნიმს კი ამ საკითხზე სხვა შეხედულება აქვს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ Elite Expert-ი თავიდანვე გისინგთან კონტაქტში იყო და მიზნად შეთანხმების მიღწევას ისახავდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნიმსმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ კომპენსაციის სახით დაახლოებით $750,000-მდე თანხა ნეპალური რუპიით შესთავაზა, მაგრამ გისინგმა ეს შეთავაზება უარყო. ნიმსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლებრივად Elite Experts არაფრის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ისინი კეთილინებით ცდილობდნენ სიტუაციის მოგვარებას. ნიმსის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან მსხვერპლები მიატოვა და გაიქცა, სრულიად მსტარია. ნიმსის ბიზნეს პარტნიორმა და Elite Expert-ის თანამფლობელმა, მინგმა დევიდ შერპამ, ამ განცხადებას მხარი დაუჭირა. მან განაცხადა, რომ კომპანია ნამდვილად მუშაობდა საკითხის გადასაჭრელად.
თუმცა მათი შეთავაზება გიზინგისთვის უბრალოდ საკმარისი არ იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ცხოვრების თავიდან დასაწყებად ბევრად მეტი თანხა სჭირდებოდა. ცეცხლზე ნავთის დასხმას გავდა ისიც, რომ გიზინგმა ნიმსი დაადანაშაულა იმაში, რომ მან თავისი დამწვარი სახლის ფოტოები გამოიყენა უცხოეთიდან შემოწირულობების შესაგროვებლად, თითქოს და მთის დასუფთავების კამპანიებისთვის. ამ განცხადებამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ მხარეს შორის. ამ შემთხვევამ აქ შფოთება გამოიწვია ნეპალში, განსაკუთრებით ადგილობრივ შერპათა საზოგადოებასა და სოციალურ აქტივისტებში. მაგრამ 2024 წლის ივნისში გამოცემულმა სტატიამ ნეპალი პრესთან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა. წინამტკიცებებისგან განსხვავებით გიზინგს სახლის დაზღვევა მართლაც ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მას არ ჰქონდა. ასე ჩანს, რადგან უმაღლესმა სასამართლომ ნიმსის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, გიზინგი სავარაუდოდ ამ ტრაგედიიდან უფრო დიდ ანაზღაურებას ეძებდა. ეს სკანდალი მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ნიმსის უფრო დიდი ისტორიის მხოლოდ ერთი თავია. ცნობადობა ორპირი მახვილია და როგორც ჩანს, რაც უფრო ცნობილი ხდები, მით უფრო ხარ როგორც კარგის, ისე პოტენციურად ცუდის ყურადღების ცენტრში. ხალხს სიძულვილი უყვარს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლოდროინდელი შემთხვევა მოხდა 2024 წლის მაისში, როდესაც ნიმს და მის კომპანიას Elite Experts ევერესტის ასვის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი. ეხლა, ისეთი ცნობილი ადამიანისთვის, როგორიც ნიმსია, ასეთი ბრალდებები სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ ამბის დეტალები როგორც რთული, ისე საინტერესოა. მოდით, სცენის აღწერით დავიწყოთ. ევერესტის საბაზო ბანაკი ალპინისტური სეზონის პიკზე სავსეა აქტივობით. ათეულობით ექსპედიცია ემზადება მწვერვალზე ასასვლელად და ფსონები წარმოუდგენლად მაღალია. ამ ყველაფრის ფონზე ვრცელდება ცნობები, რომ ელიტური უცხოელი გუნდის წევრები, რომლებსაც აქვთ ლინკტრონის მწვერვალზე ასვის ნებართვა, ევერესტის ტერიტორიაზე გადავიდნენ შესაბამისი ნებართვების გარეშე. ეს დიდი ამბავი იყო, რადგან ევერესტზე ასვლა უბრალოდ ფეხით ასვლა და წარმატების იმედი არ იყო. საჭიროა სპეციალური ნებართვები. და ეს ნებართვები იაფი არ არის. თითო ადამიანზე დაახლოებით $11,000 ღირს. მეორე მხრივ ლინკტრონის, ნაკლებად ცნობილი მწვერვალის ნებართვა, ჯგუფისთვის მხოლოდ $4,400 ღირს. ეს საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობაა. მაშ, რატომ არის ეს დიდი პრობლემა? უცნობი მოწმეების განცხადებით, ლინკტრონისთვის განსაზღვრულ მარშრუტს რომ არ მიხვდნენ, ზოგიერთი ალპინისტი სავარაუდოდ ევერესტზე გადავიდა და ხუმბუს ყინულის ჩანჩქერზე გაიარა. ისინი ლჰოცეს ფერდობზე, დაახლოებით 23,000 ფუტის სიმაღლეზე მდებარე მესამე ბანაკამდეც კი მივიდნენ. მესამე ბანაკი გადამსკვეთი გაჩერებაა ევერესტის მწვერვალისკენ მიმავალი ალპინისტებისთვის და შესაბამისი ნებართვების გარეშე იქ მისვლა ევერესტის მკაცრი წესების სერიოზული დარღვევაა. საკითხი მხოლოდ წესების დაცვაში არ იყო. ეს ასევე უსაფრთხოებასაც ეხებოდა. ხუმბუს ყინულის ჩანჩქერი ცნობილია თავისი საშიშროებით. იქ არის ნაპრალები და მოძრავი ყინული, რომელიც შეიძლება ალპინისტებს მოიმწუდიოს ან დააზიანოს. ეს მონაკვეთი მხოლოდ იმ გამოცდილ გუნდებს უნდა გადალახონ, რომლებსაც ევერესტის ნებართვა აქვთ. მაშ, რატომ იქნებოდნენ Elite Experts ალპინისტები ევერესტზე საერთოდ? ზოგიერთი ანგარიში მიუთითებდა, რომ ისინი ევერესტის მაღალ ბანაკებს აკლიმატიზაციის იყენებისთვის იყენებდნენ, რაც აუცილებელია ისეთი მაღალი სიმაღლის ასვლებისთვის, როგორიცაა ლინკტრონი. მაღალ სიმაღლეებზე დროის გატარებით ალპინისტები საკუთარ სხეულს აძლევენ საშუალებას შეეგუოს განზავებულ ჰაერს, რაც მათ უპირატესობას აძლევს, როდესაც რეალურ ასვლას იწყებენ. თუმცა ევერესტის მარშრუტის აკლიმატიზაციის მიზნით ნებართვის გარეშე გამოყენება ნეპალის ალპინისტური რეგულაციების წინააღმდეგია. ნიმსმა და Elite Experts-მა სწრაფად უარყვეს ბრალდებები. მათ გაავრცელეს განცხადებები, სადაც განმარტეს, რომ მათი გუნდის მხოლოდ 2 წევრს, რობერტ ჰაჩინსონს და კალებ პერესს, ჰქონდათ ევერესტის მოქმედი ნებართვები. მათი თქმით, ჯგუფის დანარჩენი წევრები საბაზო ბანაკში ვარჯიშობდნენ სხვა მწვერვალზე, სახელად ლაბუშ-ისტზე ასასვლელად და არა ევერესტზე. ისტორია კიდევ უფრო გართულდა, როდესაც საქმეში კიდევ ერთი ექსპედიციის კომპანია ჩაერთო. აღმოჩნდა, რომ ჰაჩინსონი და პერესი სინამდვილეში 7 Summit Treks-ისთვის გაცემულ ნებართვაზე იყვნენ და Elite Experts-მა ეგრეთ წოდებული ნებართვის გაზიარების შეთანხმება გააფორმა. ეს გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ერთი გუნდის მთამსვლელები სხვა გუნდის ნებართვაზე ემატებიან, რათა ჯგუფის ლიმიტები სრულად გამოიყენონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება კანონიერი იყო, ის არ განმარტავდა, რატომ იყვნენ Elite Experts გუნდის სხვა წევრები ევერესტზე, სავარაუდოდ შესაბამისი ნებართვების გარეშე. ამასობაში ნეპალის ტურიზმის დეპარტამენტი ჩაერია და ოფიციალური გამოძიება დაიწყო.
მოხელეების თქმით, ევერესტის საბაზო ბანაკში არსებული ექსპედიციების მონიტორინგისა და ხელშეწყობის საველე ოფისი ზედამხედველობას გაუწევდა გამოძიებას, შეაგროვებდა მოწმეების ჩვენებებს და შეამოწმებდა ნამდვილად გადალახა თუ არა ელიტ ექსპედმა დასაშვების ზღვარი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამ ცნობების გავრცელებიდან მალევე კიდევ ერთი სერიოზული ბრალდება გაჩნდა, ამჯერად უშუალოდ ნიმსის წინააღმდეგ. თვითმხილველების თქმით, ნიმსმა კათმანდუდან ვერტმფრენი აიღო და პირდაპირ ევერესტის მეორე ბანაკში გაფრინდა. თუ რამე გსმენიათ ევერესტზე, იცით რომ საბაზო ბანაკზე მაღლა ვერტმფრენით ფრენა კატეგორიულად აკრძალულია, თუ საგანგებო სიტუაცია არ არის. ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ვერტმფრენები უსაფრთხოდ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მუშაობენ, რადგან მაღალ სიმაღლეებზე ჰაერი იშვიათია და ამინდი არაპროგნოზირებადი, რაც ფრენასა და დაშვებას უკიდურესად სახიფათოს ხდის. მეორეც, ვერტმფრენების გამოყენება რთული. მონაკვეთების მაგალითად კუმბუსკინულის ჩანჩქერის გადასალახად ალპინიზმის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ევერესტის გამოწვევა მხოლოდ მწვერვალზე ასვლა არ არის. ეს არის გზაზე არსებული საფრთხეების დაძლევა. მოხსენებებში აღნიშნული იყო, რომ ნიმსი კათმანდუში ვერტმფრენში ავიდა, გაფრინდა პატარა ქალაქ ლუკლაში, სადაც მისი მგზავრები ჩამოვიდნენ და შემდეგ მარტო გააგრძელა გზა მეორე ბანაკისკენ. ამბობენ, რომ ფრენამ ევერესტის საბაზო ბანაკი მთლიანად გამოტოვა და პირდაპირ მეორე ბანაკში დაეშვა, რათა ნიმსი თავის გუნდს შეხვედროდა და მწვერვალზე ასვლისთვის მომზადებულიყო. ეს არა მხოლოდ ეთიკურ კითხვებს აჩენდა, არამედ უსაფრთხოებისა და სამართლიანობის შესახებ შეშფოთებასაც იწვევდა. თუ მთამსვლელებს უბრალოდ შეეძლებათ საშიში მონაკვეთების ვერტმფრენით გამოტოვება, რას ნიშნავს ეს ევერესტზე მთამსვლელობის მომავალისთვის? კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა, Himalayas Times-ი, ამჟამად სასამართლო დავისა და გამოძიების ქვეშაა. პასუხად, ნიმსი და მისი გუნდი მუდმივად უარყოფენ რაიმე არასწორ ქმედებას, ამტკიცებენ, რომ ეს ანგარიშები ან მცდარია, ან გადაჭარბებულია. მათ მიესალმნენ მიმდინარე გამოძიებებს და აცხადებენ, რომ მოქმედებდნენ ყველა შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად. ამ დროისთვის გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა სკანდალმა მნიშვნელოვანი განხილვა გამოიწვია მთამსვლელთა საზოგადოებაში. 2024 წლის მთამსვლელობის სეზონის უარყოფით პრესას კიდევ დაემატა სკანდალი ნიმსის განცხადების გარშემო, ევერესტზე გადაჭრილ თოკებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო მეტი არასასურველი ყურადღება მიიპყრო. ეს შემთხვევა მთამსვლელთა საზოგადოებაში მთავარ თემად იქცა. ნიმსმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ევერესტზე მთამსვლელების მიერ გამოყენებული დამაგრებული თოკის ნაწილი, როგორც ჩანს განზრახი ოგაჭრილი, რაც მთამსვლელებს საფრთხეს უქმნიდა. რაც მე მსმენია, არის ის, რომ ხალხმა თოკები გაჭრა სამხრეთ მწვერვალის ქვემოთ, აიუნის ზემოთ. ყველა მიცოდა, რომ ჩემი გუნდი პირველკენ თაპირებდა მწვერვალზე ასვლას. ძალიან ბევრი ბინძური პოლიტიკა ხდება. მისი გუნდის წევრები, მათ შორის გამოცდილი შერპები, უჭერდნენ მხარს ამ მტკიცებას და ვარაუდობდნენ, რომ თოკი განზრახი იყო გაჭრილი. დაახლოებით 120 ფუტი თოკი კი მთიდან გადატრილი იყო. მთამსვლელთა საზოგადოების აღშფოთება სწრაფი და ძლიერი იყო. ნიმსი აშკარად უნდა იტყუებოდეს და ეს უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობაა ყურადღების მისაქცევად. ვინ გაჭრიდა თოკებს განზრახ, უკვე სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში. აღშფოთებამ ნიმსის სწრაფი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც თავის ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გაჭრილი თოკებია ნაჩვენები. მან ასევე შეაგროვა თავისი გუნდის შერპების განცხადებები, რათა თავისი მტკიცება გაემყარებინა. ვიდეოში ნიმსი აწევს გაჭრილ თოკს და ამბობს: მათ ხო არას მეძახიან. მაგრამ ეს ამტკიცებულება, აი აქვე. მათ ხო არას მეძახიან. ესაა მტკიცებულება იმისა, რომ თოკი გაჭრეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მხარდაჭერა და ვიდეო მტკიცებულება ჰქონდა, ნიმს მაინც კრიტიკა შეხვდა. ზოგი კრიტიკოსი მას ადანაშაულებდა იმაში, რომ ამბავს აჭარბებდა ყურადღების მისაქცევად, ან სკანდალის შესაქმნელად. ნეპალის მთავრობა სწრაფად ჩაერთო საქმეში. მაისის 27-ში ნიმსის განცხადებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ტურიზმის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო, რომ თოკებთან რაიმე მანიპულაცია განხორციელებულიყო. დოტის მიხედვით Pioneer Adventures-ის კიდევ ერთი ექსპედიციის რამდენიმე მთამსვლელმა, იმავე დღეს, როცა ნიმსის ჯგუფმა წარმატებით დალაშქრა ევერესტი და თოკებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აღუნიშნავთ. შემდეგ დიოთემა დაიწყო გამოძიება ნიმსის განცხადებებთან დაკავშირებით და დაადანაშაულა იგი პოპულარობისთვის დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს ბრალდებები მნიშვნელოვანი იყო ნიმსისთვის, რომელმაც გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებაზე ააგო თავისი რეპუტაცია. გამოძიება მისი მთელი კარიერა მკაცრი დაკვირვების ქვეშ მოაქცია. ნიმმა თავის მხრივ კიდევ უფრო მტკიცედ დაიწვა თავისი განცხადებები, მიესალმა გამოძიებას და განაცხადა, რომ სიმართლე აუცილებლად გამოვლინდებოდა.
2019 წლიდან მოყოლებული, ბევრი ნეგატივი და კულისებს მირმა ჩემს დასაზიანებლად მიმართული მცდელობები გადამიტანია. დაწერა ნიმმა კიდევ ერთ სოციალურ ქსელში. როდესაც ჩემი ერთადერთი სურვილი იყო ნეპალისა და მისი მთამსვლელთა საზოგადოების სახელის ამაღლება და ტურისტების მოზიდვა, რათა ენახათ ეს მშვენიერი ქვეყანა. საკუთარი განცხადების დასამტკიცებლად ნიმა გააზიარა მეტი ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს გაჭრილი თოკები და ასევე გამოაქვეყნა მისი გუნდის სხვა შერპების განცხადებები, რომლებიც ყველა ადასტურებდნენ იმავე ამბავს. როგორც ხედავთ, მაქვს მტკიცებულება, რომელიც ზუსტად ადასტურებს იმას, რაც ითქვა. თქვა მან, იმ იმედით, რომ გამოძიება გაამართლებს მას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სანუ შერპამ, ცნობილმა მთამსვლელმა და ყველა 14-ვე მწვერვალზე ორჯერ ასვის რეკორდსმენმა, დაადასტურა, რომ მანაც დაინახა ვიდეოში გაჭრილი თოკები. ამან ნიმსის განცხადებებს მეტი სანდოობა შესძინა, თუმცა დავას წერტილი არ დაუსვა. დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ზოგიერთი მაგალითად კალი ბაჰადურ ბუჯელი, ტურიზმის დეპარტამენტის სპიკერი ამტკიცებდა, რომ ნიმსის გუნდის შემდეგ სხვა მთამსვლელებმაც წარმატებით გამოიყენეს თოკები, რაც ეჭქვეშ აყენებდა მტკიცებას, თითქოს თოკები გადაჭრილი იყო. ამ არეულობის ფონზე გაცილებით პირადი სკანდალი გაჩნდა, ნიმსის მიმართ შევიწროების ბრალდებები გაჟღერდა. 2024 წელი, რომელიც შესაძლოა ნიმსის კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ყოფილიყო, მისთვის სერიოზული გამოწვევებით და რეპუტაციის შერტევით აღინიშნა. ბრალდებები ორი ქალისგან წამოვიდა. ფინელი მთამსვლელი ლოტა ჰინცა და ამერიკელი ექიმი დოქტორი ეიპრილ ლეონარდო, რომლებიც ნიმსთან ერთად მონაწილეობდნენ ექსპედიციებში. ეს სკანდალი ჩხდილს აყენებს მთამსვლელს, რომელიც ადრე თავისი გამორჩეული მიღწევებით მაღალმთიან ალპინიზმში იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიმსმა უარყო ბრალდებები, შედეგი სწრაფი იყო. სპონსორები დისტანცირდნენ, ხოლო ელიტ ექსპედი არ მოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში. ბრალდებებზე პასუხად ნიმსმა სარჩელი შეიტანა New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის. ამტკიცებდა, რომ მათი სტატია არასწორად ასახავდა მოვლენებს და აზიანებდა მის რეპუტაციას. მისი იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ გამოცემამ ფაქტები არ გადაამოწმა სტატიის გამოქვებამდე, რის შედეგადაც მის რეპუტაციას უსაფუძვლოდ მიადგა ზიანი. სპორტში, როგორიცაა ალპინიზმი, სადაც საფრთხეებს შორისაა ზვავები, ქარიშხლები და დაბალი ჟანგბადის დონე, ამ ისტორიამ ბევრად ქალები ალპინიზმის სამყაროში სულ უფრო ხშირად საუბრობენ შევიწროებისა და არაეთიკური ქცევის საკუთარ გამოცდილებაზე. ნიმსის შემთხვევამ ეს უფრო ფართო საუბარი კიდევ უფრო გაამძაფრა და გამოკვეთა ის გამოწვევები, რომელთაც ქალი მთამსვლელები აწკდებიან ფიზიკური რისკების მიღმა. ლოტა ჰინცა, რომელიც ცნობილია როგორც მთამსვლელი და ასევე ყოფილი მის ფინეთი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმამაღლა ისაუბრა. თავდაპირველად მან თავისი გამოცდილება ბლოგში გააზიარა და მიუთითა შემაშფოთებელ შეხვედრაზე ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მამაკაც მთამსვლელთან, თუმცა მისი სახელი არ დაუსახელებია. თუმცა ინტერვიუებში New York Times-თან ჰინცამ დაასახელა ნიმსი როგორც ის მთამსვლელი, რომელზეც წერდა. მან აღწერა შემაშფოთებელი შემთხვევა კატმანდუში, რომელიც უნდა ყოფილიყო საქმიანი შეხვედრა მომავალი ექსპედიციების თანამშრომლობაზე. ჰინცამ გადაწყვიტა გაეხმაურებინა ეს ამბავი, იმ იმედით, რომ მისი ისტორია ყურადღებას მიაქცევდა იმ უხილავ საფრთხეებს, რომელთაც ქალები აწყვდებიან ამ სპორტში არა მთებიდან, არა თანამგზავრი მთამსვლელებისგან. მისი ისტორია ერთადერთი არ ყოფილა. დოქტორი ეიპრილ ლეონარდო, ოჯახის ექიმი კალიფორნიიდან, ასევე გამოვიდა ნიმსის წინააღმდეგ შემაშფოთებელი ბრალდებებით. ის შეუერთდა ექსპედიციას K2-ზე, რომელიც მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალია და რომელსაც ნიმსის კომპანია ხელმძღვანელობდა 2022 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევისთვის მზად იყო და აღფრთოვანებული, ასვლისას მიღებულმა გამოცდილებამ მასში მოუსვენრობა და გაურკვევლობა გამოიწვია. ორივე მხარის და დაუდასტურებელი ინფორმაციის დასაცავად, დეტალებში არ შევალ მათი კონკრეტული ბრალდებების შესახებ, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ეს შემაშფოთებელია. ორივე ქალმა მალევე გაუზიარა მეგობრებსა და ოჯახს თავისი გამოცდილება სავარაუდო შემთხვევების შემდეგ, მათ მტკიცებულებად ტექსტური შეტყობინებები და სხვა კომუნიკაციები წარადგინეს. ჰინცა იმავე დღეს მისწერა ახლო მეგობარს, ნიმსთან შეხვედრის შესახებ, როცა ეს მოხდა, ხოლო დოქტორი ლეონარდო ბაზის ბანაკიდან დაუკავშირდა მამას და თქვა, რომ ნიმსის ქცევის გამო თავს უხერხულად გრძნობდა. ბრალდებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიმსი ალპინიზმის სამყაროში გავლენიან პოზიციას იკავებს. სოციალურ ქსელებში 2 მილიონზე მეტი გამომწერითა და ისეთი მსხვილი ბრენდების, როგორიცაა Red Bull და Nike, სპონსორობით, ნიმსი თანამედროვე ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ნიმსი აქტიურად მოუწოდებდა ქალებს, ჩართულიყვნენ მაღალი სიმაღლის ექსპედიციებში და ხელმძღვანელობდა ცნობილ კლიენტებს, როგორიცაა ასმა ალთანი, კატარის სამეფო ოჯახის წევრი და რუსი მოდელი ვიქტორია ბონია. მისი სტატუსი როგორც მთამსვლელისა და ბიზნესმენისა, ბრალდებებს მთამსვლელთა საზოგადოებაში კიდევ უფრო შოკის მომგვრელს ხდიდა. ბრალდებების სიმძიმის მიუხედავად,
ნიმსი კატეგორიულად უარყოფს მათ. თავისი ადვოკატის მეშვეობით მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს ცრუ და ცილისმწამებლურად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს თავის ერთგულებას პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების მიმართ. მან დაჟინებით განაცხადა, რომ არასოდეს მოქცეულა შეუფერებლად. თუმცა შედეგები მყისიარი იყო. სპონსორებმა მასთან დისტანცირება დაიწყეს, ხოლო მისი სამთო გიდების კომპანია Elite Expedi უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშ მოექცა. რაც ზუსტად ვიცით ამ ბიჭზე ისაა, რომ ის ლეგენდარული მთამსვლელია და მსოფლიოს დაუნტკიცა, რომ მთებში არაფერია შეუძლებელი. 2019 წელს მან გადაწყვიტა, მსოფლიოს 14-ვე უმაღლესი მწვერვალი რეკორდულ დროში დაეპყრო. მან მთამსვლელთა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც ეს მისია სულ რაღაც 6 თვეში და 6 დღეში შეასრულა. მიღწევა, რომ ის განხორციელებასაც ადრე მთამსვლელებს წლები სჭირდებოდათ. ამ მიღწევამ ასევე ახალი ყურადღება მიიპყრო შერპათა საზოგადოებაზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ისინი მსოფლიოს უმაღლეს მთებზე უზრუნველყოფენ. რეკორდული სისწრაფით მთებზე ასვლის გარდა, ნიმსი აქტიური მხარდამჭერია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და იმ ზეგავლენის, რომელსაც ეს მთებზე ახდენს. ის ასევე ცნობილია მაღალი სიმაღლის ექსპედიციებზე ჩატარებული სამაშველო ოპერაციებით, როდესაც ხშირად საკუთარ თავს საფრთხეში ატენებს, რათა გაჭირვებაში მყოფი სხვა მთამსვლელები გადაარჩინოს. ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააძლიერა მისი რეპუტაცია როგორც მთამსვლელისა, რომელიც არამხოლოდ მწვერვალების დაპყრობას, არამედ მთებში სხვების კეთილდღეობასაც ემსახურება. გიყვარდეთ თუ გძულდეთ, ნიმსი თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება, რომელიც მუდმივად აფართოებს იმის საზღვრებს, თუ რა არის შესაძლებელი ყველაზე მაღალ სიმაღლეებზე. რას ფიქრობთ მასზე? მომწერეთ კომენტარებში. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ეკავით თამამი და იცხოვრეთ მამაცად.